იგივე სისხლის სამართლის საერთაშორისო პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია პირს ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად ეძებს მას შემდეგ, რაც მის შესახებ ამოწმებს გარკვეული ტიპის ინფორმაციას ინტერპოლის გენერალური სამდივნო, ეს არის ის სამსახური, რომელიც იძიებს კონკრეტული პირის შესახებ საქმის მასალებს, რომელიც მიეწოდება მომთხოვნი ქვეყნისგან და ასევე ის არის ის სამსახური, რომელიც ამოწმებს ამ ინფორმაციას, სწავლობს სისხლის სამართლის მასალებს და ამის შემდგომ უკვე 200-მდე ქვეყანას გადაეცემა ოფიციალურად წითელი ბარათი და იწყება პიროვნების მოძებნის შესახებ ოპერაცია და ამის შემდგომ მიიღება გადაწყვეტილება გადასცენ თუ არა ამა თუ იმ ქვეყანას ძებნილი, ეჭვმიტანილი ან მსჯავრდებული პირი. ჩვენ გავარკვიეთ, რომ მოთარ ფარცხალაძესთან ერთად ამ დრომდე ინტერპოლის წითელი ცირკულარის ძებნთა ბაზაში არ იძებნება ამ დრომდე არც დავით მიქაძის, არც გიორგი ჯოხაძის სახელები და გვარები. ესენი არიან პირები, რომლებსაც რომეო ტყეშელაშვილის განაჩენის მიხედვით უპატო პატიმრობა აქვთ შეფარდებული საქართველოში. რატომ არ იძებნებიან? ამ დრომდე უცნობია და პროკურატურა განმარტავს, რომ მათ შესახებ ინფორმაცია ინტერპოლს მიაწოდეს და მოითხოვეს მათი მოძებნა, ელოდებიან ექსტრადირების პროცედურებს, მას შემდეგ რაც ბუნებრივია ძებნილებს იპოვიან ამა თუ იმ ქვეყანაში. ჯარდობულების ადვოკატებს საკუთარი განმარტება აქვთ ამასთან დაკავშირებით, როგორც ადვოკატები გიორგი ჯოხაძის, დავით მიქაძის ხსნიან სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც განაჩენი უკვე დადგა პირველ ინსტანციაში, არის იმდენად სუსტი, რომ ვერ უძლებს კრიტიკას. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ინტერპოლის შესაბამისმა სამსახურმა შეისწავლა საქმის მასალები, მათ შორის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის სარეზოლუციო ნაწილი, განაჩენი და როგორც ადვოკატები განმარტავენ, ერთი პოლიციელის პატაკის მიხედვით გამოტანილი განაჩენი, რომელიც დაეყრდნო რომელმაც იხამძღვანელა აქ საუბარი აქვს მოსამართლეზე, ეჭვს მიღმა სტანდარტით არასაკმარისია ინტერპოლისთვის, შესაბამისად ის ძებნის ოპერაციისთვის საჭირო რესურსს არ ხარჯავს და სწორედ ამიტომ არ უშვებს ძებნთა ბაზაში არც გიორგი ჯოხაძის და არც დავით მიქაძის სახელებს და გვარებს, მათ შორის ოთარ ფარცხალაძისაც. სასამართლომ თუ გამოიტანა განჩინება პირის მიმართ პატიმრობის გამოყენებაზე ან გამამტყუნებელი განაჩენი, ეს უკვე ხდება საფუძველი საერთაშორისო ძებნის გამოცხადების და ინტერპოლის მიერ. დავით მიქაძესთან მიმართებით, როგორც კი მას პატიმრობა შეეფერდა და ეს განჩინება გამოვიდა, გამოძიება მაშინვე მიმართა მის საერთაშორისო ძებნის მოთხოვნით ინტერპოლს, როგორც მოგეხსენებათ, დაკავებული არ არის, მე არ გამოურიცხავ, რომ დაკავების პროცედურა იმიტოც არ განხორციელებული იყო, რომ ინტერპოლისთვისაც გასაგებია, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი აბსოლუტურად მტკიცებულების გარეშეა მისთვის მიმართვა გაკეთებული იყო პატიმრობის შეფერდებისთანავე, გამოძიებამ ეს გააკეთა, თუმცა დაკავების პროცედურა რატომ არ მოხდა, ამ ნაწილში ვფიქრობ, რომ შეფასებაში შესული იყო მტკიცებულებების არარსებობის გამო, პროცედურები არ განხორციელებული იყო და საერთაშორისო ძებნისთვის რესურსებიც არ დაეხარჯა მაგალითად. ჩემ დაცვის ქვეშ ყოფთან მე კომუნიკაცია რა თქმა უნდა მაქვს, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ჩემთვის უცნობია. წითელი ცირკულარით იძებნება თუ რა გაქვთ თუ ამის შესახებ? ამის შესახებ ოფიციალური მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი და არ დევს, მაგრამ როგორც ინფორმაციის სახით ვფლობ ბრალდების ხარის მხრიდან, რომ წითელი ცირკულარი ძებნილი გახლავთ გიორგი ჯოხაძე. ოღონდ ეს არის მხოლოდ ბრალდების ხარის ინფორმაცია. მოცემული სისხლის სამართლის საქმის მასალები, ასევე მის მიმართ გამომტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. არათუ საქმის მასალები საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მის მიმართ არათუ ძებნა გამოცხადდეს, არამედ ეს გამამტყუნებელი განაჩენი თავიდან ბოლომდე ეფუძნება მტკიცებულებების გარეშე გამოტანილ აბსურდს, მხოლოდ და მხოლოდ ოპერმუშაკი რომიკო გოგიაშვილის პატაკს და ამის საფუძველზე უმძიმეს დანაშაულში დადგა განაჩენი გიორგი ჯოხაძის წინააღმდეგ. რაც დაცვის მხარემ გავასაჩივრეთ და არა მარტო გავასაჩივრეთ და ეს გასაჩივრება მოივლის არაერთხელ თქვი ყველა ინსტანციას და ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში აუცილებლად მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგება გამამართლებელი განაჩენი. ვინაიდან მოცემული განაჩენი გახლავთ იმდენად არაკანონიერი და მტკიცებულებების გარეშე დადგენილი, რომ ეს განაჩენი სამაგალითოც კი არის.
რატომ არ ეძებს ინტერპოლი ოთარ ფარცხალაძეს? ოთარ ფარცხალაძე საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, იცით რომ უმძიმეს ბრალდებაშია მხილებული, საუბარია ლევან ჯანგულოდის პლუობის საქმეზე, სადაც საგამოძიებო უწყება მას მთავარ დამკვეთად ორგანიზატორად ასახელებს. 7 თვის წინ გადასცა საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლს მისი სახელი და გვარი, მისი პიროვნების შესახებ და იმ საქმის მასალები 30 ტომი საქმის მასალების, სადაც როგორც პროკურატურა ირწმუნება, იკვეთება ოთარ ფარცხალაძის დანაშაული. თუმცა ამ დრომდე ის ჯერჯერობით ბაზაში ჩაშვებული არ არის, არ იძებნება წითელი ცირკულარით. რატომ უცნობია. ოთარ ფარცხალაძის სასამართლო პროცესები საქალაქო სასამართლოში მისგან დაუსწრებლად მიმდინარეობს. მისი ადვოკატები განმარტავენ, რომ კომუნიკაცია მათ დასაცავ პირთან აქვთ, თუმცა სად იმყოფება ყოფილი გენერალური პროკურორი ბრალდებული სტატუსით. ამ კითხვაზე ბუნებრივია ადვოკატები პასუხს არ სცემენ. პროკურორს არ აქვს განმარტება, რატომ არ ეძებს ინტერპოლი ოთარ ფარცხალაძეს. ბუნებრივია არ აქვს შეკითხვაზე პასუხი, როდის გადმოცემენ ქვეყანას ბრალდებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს.